მოგესალმებით, ვერფასო მაყურებლებო და მსმენელებო. მე ხაიძულებული ვარ, კარი დავკეტო, რადგან ხმაურია. მაპატიეთ. ისეთი ხმაურია სულ ეზოში, რომ ძალიან რთულია. ერთკვირიანი მაქვს ჩართული ინტერნეტი და ფაქტურად ვერ მოვახერხე იმდენი ვიდეო საერთოდ, რამდენიც მინდოდა. ამიტომ ბოდიში გიხდით. ახლა მე თქვენ შემოგთავაზებთ გრირის კიდევ ერთ ვიდეოს, რომელიც იმყოფება სტუმრად შოუში. ამ კაცის სახელი და გვარი აქ არ წერია ეკრანზე. ამიტომ სახელს ვერ გეტყვით. მასზე ვიტყვი როგორც ტელეტამყვანი ან ბლოგერი და თემა ეხება ისევ გახსნას, რადგან გახსნა უნდა მოხდარიყო ახალი წლის შემდეგ, მისი ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ თეთრ სახლში, მაგრამ გახსნა გაჭიანურდა, თან დაიწყეს დაპატიმრება, დაშინება ხალხის და ამაზე საუბრობს რიჩარდ გრირი. მას დავიწყოთ. კაცავად სახელი შემიშალა რიჩარდ გრირი კი არა, სტივენ გრირი. და წამყვანი სახელი და გვარი ყოფილა მიხეილ სენდლერი. ახლა გამოჩნდა ეკრანზე. ისე იგი სტივენ გრირი იმყოფება სტუმრად მიხეილ სენდლერის შოუზე. მიხეილი, ვთქვათ ასე, მიშელი, არ მახსოვს სახლი და მაგის ამ კაცის კარგი დავარქვათ წამყვანს ვიტყვი მაინც. წამყვანი ეუბნება სტივენ გრირს წინა შოუზე, როდესაც თქვენ იყავითო ჩემთან სტუმრად, თქვენ ამბობდით, რომ გახსნა არისო გარდაუვალი. რატომ ხდება ამ გახსნის შეჩერება? ეს კეთება შეგნებულად? ეკითხება გრირს წამყვანი. გრირი პასუხობს, რომ ამის უკან დგას ძალიან რთული ისტორია. ადამიანების ძალიან ბევრი ადამიანი გაიქცა ამ სადიდუმლო ობიექტებიდან, რომელზეც ჩვენ საუბრობდითო და მათ ისინი დაარწმუნეს, რომ მაგათმა არ გამოაქვეყნონ მტკიცებულებების ის რაოდენობა, რომლებიც მათ აქვთ. დიდი ნაწილი მაინც. რადგან ეს იქნებოდა აღქმული როგორც რაღაც ზედმეტად კატასტროფიული სიტუაცია. ამის გამო ეს ინფორმაცია ინახება ბლოკჩეინში და ჩვენ დღესაც ვცდილობთ დავარწმუნოთ ისინი, რომ მათ ყველაფრის ის ინფორმაცია რაც გააჩნიათ გამოაქვეყნონ. არიან ინჟინერები, უმსხვილესი აეროკოსმოსური კომპანიებისა, რომლებთაც აქვთ მსგავსი საინფორმაციო კრებული, ასე ვთქვათ, რომლის გადმოცემას ისინი აპირებენ ჩვენზე. ეს პროცესია, რომელიც მეორდება და მეორდება. არსებობს საიდუმლო პროგრამები, რომლებიც ატარებენ ექსპერიმენტებს ბავშვებზე, ატარებენ ექსპერიმენტებს არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ საზღვარგარეთაც. არსებობს ტექნოლოგიები, რომლებსაც შეუძლიათ ბიოსფეროს გადარჩენა. კორუფციის აღმოფრქვა და შეცვალო სამყარო უკეთესობისკენ. ამ ინფორმაციის დამალვა და საიდუმლოება კლავს პლანეტასო. წამყვანი ეკითხება, შეგიძლიათო თქვენ მითხრათო რა მოხდა? თუნდაც სახლები არ დაასახელოთო.
სტივენ გრირი პასუხობს, რომ არისო ჯგუფები, ერთი ჯგუფი შედგებაო სამართალდამცავების ადამიანებისგან, მეორე ჯგუფი შედგებაო სპეცნაზელებისაგანო და რომლებთანაც მე მუშაობ, რომლებიც ზათ არიანო ამ ყველაფერს დაადგანო თავი და მზად არიანო შეებრძოლონო იმ მთავრობის იმ ადამიანების ნაწილს, რომლებიც ჩადიანო სისასტიკეს უცხოპლანეტელების მიმართო. აი მაგალითად, უბრალოდ სიტყვებით გეტყვით ახლა მე ის თეო ისტორიას ყვება. ყოველ წელს აგდებენ რაღაც რაოდენობის უცხოპლანეტელებს. არის სპეციალური იარაღი. ამერიკის მეშვეობით აგზავნიან ელექტროიმპულსს ხომალდისკენ. ეს იმპულსი ხსნის ხომალდის დაცვას და შემდეგ ან მოკლე ჩართვა ხდება რაღაცნაირად მოქმედებს და ეს ხომალდები ვარდება. ამდაგვარად ეს იმალება ეს ინფორმაცია ხალხისგან. ხალხმა ეს არ იცის, მაგრამ მიდის პირდაპირი აგრესიული მოქმედება უცხოპლანეტელების მიმართ. და იმ უცხოპლანეტელებს, რომელსაც ჩაიგდებენ ხელში, აწამებენ. უცხოპლანეტელები, ჰუმანოიდური წარმომადგენლები, სხვადასხვა რასისა, ცივილიზაციებისა. შეიძლება აქ მოხდნენ სამოქალაქო პირებიც, უცხოპლანეტელებს გულისხმობდნენ, იმათაც ხომ ყავთ სამხედრო პირები, სამოქალაქო პირები, როგორც ჩვენთან დედამიწაზე. ხშირად ტყვედ ვარდებიან უცხოპლანეტელების სამოქალაქო პირები. იმდენად არა სამხედრო, როგორც სამოქალაქო. აგრეთვე ყველა შემთხვევაში რომ ჩამოუგდიათ დედამიწის სამოქალაქო თვითმფრინავები, ხო? სამოქალაქო თვითმფრინავები, რომელთაც გადაყავდათ უბრალო ხალხი. და როდესაც ხელს უშლიდნენ, ეს თვითმფრინავებიც ჩამოუგდიათ ჩვენი. წამყვანი ეკითხება, თქვენ რას გულისხმობთო? თქვენ გულისხმობთო თვითმფრინავების გაქრობას ოკეანეების ზედ, რომელიც ხდებაო? ხო, ბევრი შემთხვევები გაგვიგონია ტელევიზორით. გაქრა ეს თვითმფრინავი, გაქრა ეს თვითმფრინავი. მე მაგათაც გამიგონია. სტივენ გრირი პასუხობს, არაო, ჩვენ საუბრობთო საიდუმლო ობიექტებზე, რომლებიც არიანო განლაგებული ამერიკის კონტინენტალურ ნაწილზეო. და ერთ-ერთი ჯგუფიო, რომელიც გაიქცაო და რომლებიც ჩვენ გადავეცითო სამართალდამცავ ორგანოებსო, როდესაც მან გასმა დააყენესო ელექტრომაგნიტური იმპულსი, იმისთვის რომ ჩამოიგდოთო ხომალდ. მაგრამ ამასთან ერთად, ხშირად არა, მაგრამ ხანდახან აგდებნენო სამოქალაქო თვითმფრინავებსო, დედამიწის სამოქალაქო თვითმფრინავებსო. პატარა ზომის თვითმფრინავებს. აქო ლაინერები არ იგულისხმებაო, აქ მე გულისხმობ პატარა კერძო თვითმფრინავებს, ორ ხო, მგონი, არ მე ხარ ვუყურებ ფოტოს. რამდენი კაციანია ეს? ხო, შეიძლება იყოს 2 კაციანი, 4 კაციანი. კერძო თვითმფრინავები. დიდ ადამიანის ყავს. და სტივენ გრირი ამბობს, მე მყავსო მაგალითად ბევრი ნაცნობის სპეცნაზიდანო, რომლებიც წიროდნენ იმის გამო, რომ უწედავთო ამ ოპერაციებში მონაწილეობა. აგრეთვე არისო პროგრამები, რომლებიც დაკავშირებულია ადამიანების გადაცემასთან, ადამიანების წამებასთან, გენეტიკურ ექსპერიმენტებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. და ამას ყველაფერს ჩადიან ადამიანები და არა უცხოპლანეტელები. და ეს პროგრამები არის ძალიან სასტიკი და ეს პროგრამები არის ბევრი. ну იმედია ნაწილი მაინც გაანადგურეს ალიანსმა, დედამიწის ალიანსმა. მაგალითად, თავრობაში არ იციან თუ სად მიდის თანხა, შავი ბიუჯეტი. როგორ ახლა თქვენ თუ ხართ პასუხისმგებელი შავ ბიუჯეტზე, განათქვა არ უნდა იცოდეთ ეს შავი ბიუჯეტი საით მიდის, როგორ ნაწილდება.
დღეს არის იმ ადამიანების დიდი რაოდენობა, რომლებმაც იციან, რომ გასცემა უნდა მოხდეს, მაგრამ ისინი ყოყმანობენ და არ იციან თუ რა უქნან ამ ინფორმაციას. დაბნეულები არიან. წარმოიდგინე, მაიკლ ქვია წამყვანს. წარმოიდგინე, მაიკლ რო ხაროს სპეცნაზის ჯგუფის მეთაური. შენ მოდიხარ მაგალითად რომელიმე სამხედრო ობიექტზე და მათ აქვთ ანტიგრავიტაციული ტექნოლოგიები, რომლებსაც შეუძლიათ ობიექტების ტელეპორტაცია, ტექნიკა იგულისხმება ტექნიკის ტელეპორტაცია, მათ შორის არის ვერტმფრინავები და ასე შემდეგ. Წარმოგიდგენიათ, რომ ხალხზე განვითარებული ტექნოლოგიები, მაგრამ ამ ტექნოლოგიებს არ იყენებენ კაცობრიობის სასიკეთოდ, ამ ტექნოლოგიას იყენებენ კაცობრიობის საწინააღმდეგოდ და მათზე კონტროლის შენარჩუნების მიზნით. მაგრამ არის დიდი ტექნოლოგიური პრობლემა, რომელიც გადაწყვეტილება არა. პრობლემები, რომელიც არის ამ საკითხთან დაკავშირებით, უნდა მოგვარდეს ტაქტიკურად. რადგან არის ისეთი ხელსაწყოები, იგივე ტექნოლოგიები, რომელსაც შეუძლია რაღაც იმპულსი იცროლოს და გაყინოს შენი თვითმფრინავის სანხომავლის ძრავა და ადგილზე გაიყინოს ეს საფრენი აპარატები. ხო, ასე რაღაცებით ყოფილა, იცვლიან, არ ვიცი ეს რა იარაღია, იცვლიან და ხელად მოყინავენ ძრავას. დავარქვათ ამას სტრატეგიული პროგრამა. არსებობს ძალიან დიდი სტრატეგიული პრობლემა. დავარქვათ ამას სტრატეგიული პრობლემა. არსებობს ძალიან დიდი სტრატეგიული პრობლემა. ამიტომ ეს ხალხი იყო მზად გამოსულიყვნენ მანამ, სანამ ახალი ადმინისტრაცია შეუდგებოდა თავის მოღვაწეობას. მაგრამ ისინი და რატომ? იმიტომ რომ ისინი იყვნენ დარწმუნებულები, რომ ამ ინფორმაციის გასაჯაროება გამოიწვევდაო კატასტროფიულ რეაქციას. ახლა კი ისინი ცდილობენ ეს ყველაფერი გააკეთონ სისტემის დახმარებით. მაგრამ სისტემა დალპა და აქედან გამომდინარე ეს ხალხი აღმოჩნდა დაზარალებულები. ახლა კი მათ ეშინიათ, რადგან მათ ყავთ ოჯახები, ყავთ შვილები, არის დაყენებული თვალის სადევნო აპარატურა, რომ ხო და თვალყურს გვადევნებნენო, რომ ადევნონო თვალყური ჩვენ მოქმედებებსო. ხო და ჩვენ თუ რომელიმე მათგანი გამოვიჭერეთო, ჩვენ ჩაგვევარდებაო ხელში დამამტკიცებელი საბუთი. და ახლა ჩვენ შევძლებთო გავარკვიოთო თუ ვინ არიანო ისინი. და ამ აეროკოსმოსურ პროგრამაში ყავენო ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელიაო შეკეთილ კვლევებზე და ისინი დამსდენნენო მე მოსაკლავად. უნდა დათო ჩემი განადგურება. და ეს ჯგუფი არისო გამოაშკარავებული. ჩვენ ისინი დავიჭერეთო ფაქტზე. ვიცით სახელებიო და იმ ჯგუფის უფროსი სახელი. ჩვენ აგრეთვე ვიცით ვინ არისო ის ადამიანი, რომელმაც სანქციონირება გაუკეთა უდანაშაულო ადამიანების სიკვდილს. გულისხმობს მიღმა, ხდებაო ისეთი რაღაცეები, რისი თქმა მე არ შემიძლიაო და ამა ყველაფერმა მიაღწიაო აპოგეას.
ამის შესახებ იციანო უკვე კონგრესში ყველა თვით მაღალ თანამდებობის პირამდეც კითხო. მედიაში და ტელევიზიაში თქვენ ხედავთ არასწორ და სულელურ ისმენთ სულელურ ინფორმაციას რაღაც ნაწილით. ზოგი წუწუნებს სამყარო ინგრევა და რა უნდა გავაკეთოთო? და შეიძლება უმოქმედოდ იშდეო იმის გამო რომ სამყარო ინგრევაო და არაფერი იქნა ამბობს გრილი. ყველაზე ცოტა რისი გაკეთება თქვენ შეგიძლიათ ეს თქვენი სამოქალაქო პოზიცია გამოხატოთო, მაგრამ ხალხი ამას არ აკეთებსო. კიდევ არსებობსო ექსი ეგზე დაყოფა ხახსნის გრილი. რას ნიშნავს ეს? მაგალითად თქვენ პოდკასტს უყურებსო თქვენი ოჯახის წევრები, თქვენი ნაცნობი, თქვენი ახლობლები, თქვენი მეგობრები, ხო? რომლებიც არიანო ამ საიდუმლო პროგრამთან დაკავშირებულიო. ის ხალხი უნდა იყვნენ დაკავშირებული ჩვენთანაც. ეს შეიძლება გაკეთესო ანონიმურად. ჩვენ არ გვჭირდებაო საჯაროდ მათი სახლების წაკითხვა. ხო? იყო ხალხი, რომლებსაც აქვენო რაღაც კონსტრუქციები, ხო, რაღაც ინფორმაციები, ამათ ეს ყველაფერი უნდა გადაეცათო იმ შუალედში, ესე იგი ბაიდენის თავრობის წასვლის და ტრამპის თავრობის მოსვლის შუალედში. იყო მარის რაღაც პერიოდი, სანამ კორონაცია მოხდება, სანამ მომავალი პრეზიდენტი ჩაიბარებს ხელისუფლების მართვას, ხო? აი ამ შუალედში უნდა მოესწროთ მაგათ ყველაფრის გადმოცემა, მაგრამ მას დაასწრეს და ძალადობრივად თუ ფსიქოლოგიურად აიძულეს ისინი შეჩერებულიყვნენ იმის ეზით, რომ ამას შეიძლება კატასტროფიული ზეგავლენა მოახდინოს მასობრივად ხალხზე. ასეთი საფრთხილი გრძელდება 80 წელი და სტივენ გრილი ამბობს, რომ ინტერნეტის და ბლოკჩეინის დახმარებით მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ეს ინფორმაცია. ეს სისტემა შევქმნით ჩვენ და მისი განადგურება შეუძლებელია. ინტერნეტი უნდა გათიშო მთელ მსოფლიოში. აი რა უნდა მოხდეს. მაგრამ მანამდე ჩვენ გვინდა რომ ხალხმა მოძებნონ მასეთი ხალხი, ვისაც გააჩნიათ რაღაც ინფორმაცია, რომელსაც შეუძლიათ ის ინფორმაცია გაასაჯაროვონ, გადმოგცენ ჩვენ და მასეთი ხალხი არსებობსო. ისინი წლების განმავლობაში მათ უბრალოდ წლების განმავლობაში მიყავდათ ეს ომი ჩვენ წინააღმდეგ, ჩვენ გვაწამებდნენ, ტრამერებდნენ. ჩვენ ჩემ ხალხშიო ბევრს დაუდგინდაო უზები მესევია დაუდგინდაო ავტისებიანი სიმსივნე. მე მაგალითადო დამიდგინდაო ავტისებიანი მელანომა. ამბობს სტივენ გრილი. და მე უნდა მოკტარიყავიო პირველი. ეს ჩამოგავდა ფსიქოლოგიურ ოპერაციას. მაგრამ მე ამით ვერ შემაშინեցო, თუმცა ეს ძალიან მძიმე გადასატანიაო. სიმართლე გითხრათ, ამ ყველაფრის შემდეგო ძალიან რთულიაო აიყვანო შენი თავი ხელში და გააგრძელო გზა. მაგრამ ჩვენთვისო ეს არის სულიერი შამანური მოგზაურობა ჩემ ცხოვრების აზრიო. მე ვარო 70 წელი, შემისრულდაო 70 წელი. მაგრამ ეს დავიწყეო ეს პროექტი, როდესაც ვიყავი 30 წლის. რაღაც ამგვარად ამდენი ხანი ებრძვის ეს კაცი იმისთვის რომ გახსნა მოხდეს. ხო? და სიტუაცია რა სიტუაციაც ახლა დღევანდელ დღეში არის ამერიკაში, არისო ყველგან. ყველა ქვეყნებში. ყველგან ხდებაო ერთ და იგივე.
მაგალითად მე ვიციო რომ ერთ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ერთ-ერთი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი იბრძოდა იმისთვის რომ ეს ინფორმაცია გასაჯროებულიყო და აწუხებდა ადმინისტრაციას და ეს მობეზრდათ და ამ პრემიერ-მინისტრს დაემუქრენ თუ ის არ გაჩუმდებოდა არ მიატოვებდა ამას ამ საქმიანობას მას და მის ოჯახს განადგურებდნენ და ეს ყველაფერი უნდა შეჩერდეს და მე გეკითხებით რისთვის საჭირო ფევერი რისთვის სჭირდება ჩვენ სკოტლანდ იარდი ინგლისშია წამყვანი მაიკლ პასუხობს ეს არისო საიდუმლო დაცვა გრილი კი ამბობს ხო მაგრამ საიდუმლო დაცვას არ შეუძლია ადამიანი ყველაფერსგან დაიცეს უმეტესწილად ადამიანების გადაცებით არიან დაკავებული ადამიანები რომლებიც აჩვენებენ თავს უბრალოდ თავისი თავი წარმოაჩენენ როგორც უცხო პლანეტელებს და რომ დაბრალდოთ უცხო პლანეტელებს ადამიანების გადაცება ეს უდრის სამშობლოს ღალატს მაგალითად კლინტონის მმართველობის დროს ჩვენ მე მოვამზადეო საბუთი დოკუმენტი რომელიც შედგებოდა 500 გვერდიდან და მან ეს დოკუმენტი წაიკითხა უყურადღებით ეს მე ზუსტად ვიციო და მას უნდაო გამოსვლა და კლინტონმა შექმნაო წითელი ჯგუფი რომ ხელში ჩაეგდო ეს უკანონო ინფორმაცია თუ რაც ხდებოდა ინფორმაციის გასაჯროებასთან დაკავშირებით ამერიკაში კლინტონმა შეეცადა ჩაეგდო ხელში ხო და ამ წითელ დაჯგუფებაში შედიან სპეცნაზელები და არის კიდევ შავი დაჯგუფება იმაში შედიან ის ადამიანები რომლებიც არა კანონიერ ოპერაციას და არა კანონიერ საქმიანობას ეწევიან არის კიდევ წითელი გუნდი რომლებშიც შედის ჩვეულებრივი ადამიანები რომლებშიც შედიან ჩვეულებრივი სამხედროელები და სადაც კი ინტერვიუებს იძლეოდა სტივენ გრელი მას ხომ იწვევდნენ გადაცემებშიც იმდენად ღიად ყვებოდა ყველაფერს სტივენ გრელი რომ ვიღაცებს არ მოეწონათ და ყველა ინტერვიუ დაბლოკეს სტივენ გრელის და ერთ წამყვანს კი მილიონი გადაუხდიათ რომ ოხონთ მაგის ინტერვიუ არ გაეშვათ წამოგიდგენიათ მაბატიეთ წყალი გადმოდიოდა ბაკინა და მეგონა მეზობლის ბაკიდა და მეგონა წვიმა დაიწყო ახლა ვაგრძელებთ რამდენიმე წლის წინ მე და მეზღვაური ერერო რომელმაც იპოვა ეს 8 კუთხიანი ხომალდი რომელიც იწაცებდა ხალხს ექსპერიმენტებისთვის გამოჩდით რაიანის შოუზე მას დაურეკენ და დაემუქრენ მისი ოჯახით და დაემუქრენ მის არხს და მე დამბლოკეს ამ შოუზე რადგან იყვნენ ძალიან დაშინებული ეს მეზღვაურიც რომელიც იყო ოკეანეს ერთხელ ზღვის კატების წევრი ივანე ამ სამხედრო განაყოფის და სახელებას სწორად აქვს მაგრამ ახლობით მაინც და მედია სეშინია ჩემ და სხვა მოწმების მოწვევაზე ინტერვიუზე და ინტერვიუს ჩამორთმაზე და მედია ამ მედიის
წარმომადგენლებს ხელმძღვანელებს ფლობელებს ამა თუ იმ გაზეთების არხების და ასე შემდეგ არ უნდათ შემოსავლის დაკარგვა, ამიტომ მათ არ ატყობთ სრული ინფორმაციის გახსნა და ისინი თავს იკავებენ და აგრძელებენ ტყუილის გავრცელებას იმაში, რომ უცხოპლანეტელები არიან ჩვენი მტრები და უნდა დავიწყოთ მესამე მსოფლიო ომი უცხოპლანეტელების წინააღმდეგ. ამას აგიტირებენ. და მოგვეცითო ჩვენ ფული, მაგალითად ტრილიონი, კიდევ 1 ტრილიონი კოსმოსში ომის გაჩაღებაზე. და ამ სისულელის გავრცელებას ისინი გააგრძელებენ მომავალშიც. თქვენ ვერენდობით ვერც BBC-ს, ვერც CNN-ს, ვერც კანადურ ტელევიზიას და კიდევ სხვა ქვეყნებისა, რადგან როდესაც საქმე შეეხება რეალურ ინფორმაციას, როდესაც მივა აქამდე, რომ მართლა რეალური ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს, ამ სამედიო საზოგადოებებს აუგრძალავენ ამ ინფორმაციის გაშვებას. მედია ტელევიზია იქნება თუ რადიოთი იქნება, თუ ინტერნეტი არ ვიცი. ჩემი არხიო, ამბობს სტივენ გრერი, TikTok-ში დახურესო. მთელი ჩემი არხიო. მე ვიდეო დავდეო, იმას თუ რას ვაპირებდიო TikTok-ში. და მინდოდა ვთქვი, თუ სად არის განლაგებული ეს სფერო, უბრალოდ ვიცოდიო სად იყო ბაო სფერო, რომელიც დაფრინდაო კოლუმბიაში. ესე იგი პატარა ქალაქში სახელად ბუგა, ჯორჯიის შტატში. შემდეგ იყო მეხიკოში მიტანილი, უბრალოდ მეხიკოში წაღებული. ის არის არაადამიანური წარმოშობის. მე იქეთ გავემგზავრე მეცნიერების მთელი გუნდით და მე ის დავათვალიერე. ჩვენ ავიღეთ ნიმუშები, ახლა განახევთ მე. აი ეს სფერო იყო, ამ სფეროზეა საუბარი. ახლა კითხვა ჩდება, თუ ეს ამდაგვარი რაღაცები რატომ დაფრინავს დღევანდელ დღეში გარშემო. რატომ რავდება ასეთი სფეროები? რატომ ხედავთ ამათ და კიდევ რაღაც სხვა პატარა ტექნოლოგიებს, პატარა ზომის ტექნოლოგიებს, უბრალოდ რატომ ხედავთ ჩვენ ამას ყველაფერს? და ისინი განიცდიან აქტივირებას, ეს პატარა სფეროები აქტივირდებიან. და სტივენ გრერი ამბობს, რომ ჩემი აზრითო ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენ უახლოვდებითო დიდ ცვლილებებს, რომლებიც ხდებაო დედამიწაზე. ეს ჩემი თეორია არისო. მთელი სამყარო არის, მთელი სოფლიო გაცნობიერებული ჰოლოგრამა. ყველა ტექნოლოგიები, რომლებიც არსებობენ, უბრალოდ ყველა ტექნოლოგიებს, რომლებიც არსებობენ, შეუძლიათ ურთიერთონ ამ დონის ცნობიერებასთან. ახალ ეს ბოგოსფერა, თქვენ რომ განახეთ ფოტო, რაღაც პატარა ბურთივით რა იჭირა მამაკაც ხელში. მაგას ქვია ბაგოსფერა. ეს ბაგოსფერო ახალხანო მეიტანეს ლაბორატორიაში. და ექსპერიმენტი ჩაატარესო რაღაც გასაზრდულ სიხშირეებზეო. შემდეგ ადამიანებმა დაიწყო მანტრების სიმღერა და მან დაიწყო ელექტრომაგნიტური ენერგიის გამოსხივება. ხო? და ეს არისო ბოგოსფერა. ბაგო კი არა, ბოგოსფერა.
ჩვენ დავიწყეთ დოკუმენტური ფილმის გადაღება, ყველაფერზე თუ რა ხდებაო, კონგრესში, მსოფლიოში, ბოგოსფეროზე იქნებაო საუბარი, ყველაფერზე თუ კი რაც ხდებაო, ეს იქნება 2 საათიანი ფილმი. როდესაც ეს ბოგოსფერა დაეშვა, ის იწვნიდა 2 კილოგრამს, როდესაც მის მიჭირა ხელში 10 კილოგრამზე მეტი იწონიდა. ხო, მე საერთოდ ფიზიკაში ძლიერი არა ვარ და ახლა სტივენ გრერიც ცდილობს ახსნას თუ რატომ ეს ბოგოსფერა იწონიდა 2 კილოგრამს, გახდა 10 კილოზე მეტი, ხო? თითქმის 11 კილო. რა ვიცი, 1-2 სიტყვით გერწყვეთ თუ გაგაგებიებთ, თუ მე სწორად გავიგე თვითონ ჯერ. პროტონები, იონები რაღაც სპეციალური კუთხი ცვლილებით ზემოქმედებით შეუძლიათ წონა დაკარგონ. ან პირიქით. და ეს ამას გრავიტაციასთან არანაირი შეხება არ აქვს. კიდევ გეუბნებით რომ მე ძლიერი არა ვარ ფიზიკაში, ამიტომ მე მეტი სხვანაირად ვერ აგიხსნით ამას. რაღაც ის უბრალო 2 სიტყვა ახსნა, გამოვიტანე სტივენ გრერის ნათქვამიდან. და თუ ის, ესე იგი, მასა მაგალითად ნებისმიერი მასა, ნებისმიერი საგნისა ობიექტისა ნულამდე დავა, ის ქრება. ამას აკეთებს უცხოპლანეტარული ხომალდი. ხო, და ეს ბოგოსფეროებიც ხან ჩნდებიან, ხან ქრებიან და ალბათ ეს მეთოდი მუშაობს. მასის რაოდენობა იკლებს, როდესაც იკლებს ქრებიან ბოგოსფეროები. ეს ჩართულია. როდესაც მასა იმატებს, ბოგოსფეროები ჩნდებიან. როდესაც ეს ობიექტი დაეშვა, იწონიდა 2 კილოს. ანუ 4 ფუტს. ახლა კი ის იწონის 22-23 ფუტს. და თუ 2 კილო 4 ფუტია, 22 კილო. ხო, სადღაც ალბათ 10 კილოზე მეტი. მე არ ვიცი, გამოიანგარიშეთ. მაგრამ ეს მოხდაო მაშინ, როდესაც მან ენერგიის დაკარგვა დაიწყო. ეს ბოგოსფერო დაეჯახაო ელექტრო ხაზებს და მიიღო ელექტროდენის დარტყმა. მიიღო, ასე თქვა, ჭყალებში დამწრობა. სამხრეთი, ესე იგი, ქვედა ნაწილის მარჯვენა მხარეს, ეკვატორის ქვევით, ესე იგი, შუა ხაზის ქვევით და ამ ადგილზე სფეროს ეს ნაწილი არის დამძნარი. ხო, როგორც მე თქვი, ელექტრო ხაზებთან შეჯახების გამო მან ამ ბოგოსფერომ მიიღო მოკლე ჩართვა. ის არ დავარდა, ის ნელ-ნელა დაეშვა. ხო, და თუ მაგალითად არხმა, რომელიც გადმოსცემს ასეთ ინფორმაციებს, რომელსაც ახლა მე თქვენ გიყვებით და თუ მაგ არხმა დააგრო დიდი რაოდენობით ხმები, ამ არხს ემუქრებიან. დღეს თუ მე ცოცხალი ვარ, ვამბობ სტივენ გრერი, ეს იმის ბრალია, რომ მე სულ ვარო საჯაროდ გამოდივარო, ვარო ყველგან ტელევიზიაში, მედიაში, ყველგან მე მხედავენ დოკუმენტალურ ფილმებში და თუ მე მომკლავენო, ამას შეიძლება გამოიწვიოსო ხალხში გახსიანება და ისინიო თავის თავს გამჟღავნებენო. რადგანაც არ ჩადიანო იმისთვის, რომ ხმაენა ჩააკეჭინონო, გააჩუმონო ის
ხალხი, რომლებსაც უნდა სიმართლის თქმაო. იცით რა, მოდით ჩვენ ამაზე შევჩერდეთ. მე უბრალოდ თქვენ გადმოგეცით და ძალიან რო არ მინდა გადაიღალოთ. მე ეს ვიდეო შევამოკლე, დავტოვე მხოლოდ ის ზედაპირული უბრალოდ ინფორმაცია, რომ წარმოდგენა გქონდეთ თუ რა სიტუაცია ახლა დღევანდელ დროში. მე კიდევ მინდა ჩავწერო, თან არ მინდა მთელი ვიდეოები დავდვა. ხომ იცით სკოლაში, ახლაც ხდება მაგი, ახლა უფრო აგიტირებას უტარებენ ბავშვებს, რომ კონსპექტები შეადგინონ, მაგალითად თუ რამე დიდი თემა სასწავლი, მოკლე კონსპექტი შეადგინო და ის ისწავლო. ხო, რადგანაც ეს დეტალები და ის ახლა მე ჩავთვალე არასაჭირო. მე კი მე ხარ რუსულად მესის, რასაც ამბობს, მაგრამ ბევრისთვის ეს იქნება, რაც არ გესმის, მაგალითად მე ხარ ვინმე რომ დამიჯდეს და დამიწყოს რაღაცის ახს და რაც მე არ მეინტერესებს და რაც მე არ მესმის. მაგალითად ახლა ამ საკითხში მე მესმის, რასაც ამბობს რუსულად, მაგრამ მე არ ვიცი, იქ თან ამერიკაში ეხება. ხო, მე სულ ხან რუსეთზე ვაკეთებ ვიდეოებს, ხან ამერიკაზე, ხო, მაგრამ რა ვქნა საქართველოზე ამ ხრივ ინფორმაცია არ არის და მე იმიტომ მისდევ შეიძლება სადმე რამე საქართველოზე თქვან. ხო, და ამიტომა და რადგან ჩვენ უფრო რუსეთთან ახლოს ვართ, მე მიმედით ვაკეთებ ამ ვიდეოებს, რომ სადმე მაინც წავაწყდები რამეს. არ ვიცი მე ვინმე მიკანახეთ თუ სადმე არის ინფორმაცია იმაზე თუ რა ხდება ამ ხრივ საქართველოში. მე არ ვიცი, შეიძლება თქვენ იცით საიტის კონტაქტები დამიდეთ. მე ვერ მოვძებნე. კარგით, მოდით ჩვენ ამაზე შევჩერდეთ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.